თემით ბორჯომის საკრებულომ მერიას 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი დაუბრუნა. რა შენიშვნები ჰქონდა ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს გარკვეული არ არის, რადგან საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ჩაწერა დღის განმავლობაში დღეს ვერ მოხერხდა. ეს ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატისთვისაც. ბაკურ გელაშვილი ბიუჯეტის პროექტს ინდივიდუალურად გაეცნო და როგორც აცხადებს 2021 წელსაც პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურული პროექტებია. თუმცა დეტალური ნუსხა ბაკურ გელაშვილისთვის ამ ეტაპზე უცნობია, კომუნიკაცია აქამდე საფინანსო საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელთან ჰქონდა და კითხვები მასთან დასვა. ასევე წერილობით მიმართა თვითმმართველობასაც. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ საკომიტეტო განხილვები ჯერ არ ყოფილა და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ბიუჯეტის პროექტის დეტალები. პროექტის მიხედვით 2021 წლის ბიუჯეტი სავარაუდოდ 20.850.000 ლარით განისაზღვრება. Ირადად რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით გქონდა, ასე ვთქვათ, ჩემი წინადადებები და მე მიმართა წერილობით მერიას, თუ რამდენად არის გათვალისწინებული ბიუჯეტის ამ პროექტებში ინფრასტრუქტურულ საკითხებს ეხებოდა ეს ძირითადად და პასუხს ველოდები. ჩემი აზრია და ჩემი ეს თქვა წინადადება, რომ მე საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელთან მქონდა ამ საკითხზე საუბარი, რომ მაქსიმალურად მოხდარიყო ბიუჯეტში გათვალისწინება ამ სოციალური პაკეტების, ვთქვათ, გაზდა. ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა დავაშილიანები, ასე ვთქვათ, ერთმამითობლები, ანუ ის პროგრამები, რაც ჩვენ გაგვაჩნია სოციალური მიმართულებით ბორჯომის მუნიციპალიტეტს, ამ მხრივ გადახედილი იყო და გაზრდილიყო გარკვეული თანხები, მაგრამ სამწუხაროდ მე საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელთან მივიღე, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ერთგვარი კრიზისია და ბიუჯეტის შემოსავლები არ იძლევა ამის საშუალებას, რომ ასე ვთქვათ, გაზრდილიყო სხვადასხვა სოციალური პროგრამების დაფინანსება. ისეც არის გარკვეული თანხები გათვალისწინებული, მე რამდენადაც ვიცი, დაახლოებით მე ვიკითხე 50.000-ია, თუმცა ამას არ ვიცი რამდენად საკმარისია, მე რო ვიკითხე, მითხრეს, რომ სარეწაო ფონდი იქნება ის თანხა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამწუხაროდ გამოიყენებენ COVID მიმართულებით. ვაგრძელებთ გამოშვებას ბორჯომის